Დაბა სვიტარიძე დაზარალებულად არის ცნობილი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა დღემდე არავინ არ არის პასუხისმგებაში მიცემული, თუმცა კიდევ ერთხელ ეს არის სხვა საქმე, დაბა სვიტარიძის ბრალდების საქმე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც აწამეს და არა ადამიანურად მოეყვნენ საბას, დაიგიჩნენ მოწმის სახით სასამართლოში და მათი ჩვენება არის ნაკლები სანდოობით შეფასებული, ვინაიდან მათი ქმედებები ირკვევა, რომ არის დანაშაულებრივი. რაც შეეხება კვალიფიკაციის ცვლილებას, ჩვენ მოსალოდნელი იყო ეს მათ შორის სასამართლოდანაც კი, თუნდაც იმ პირობებში, რა პირობებში დღეს ვართ ჩვენ, ვინაიდან არ დგინდება დანაშაული სუბიექტი და რომც დადგინდეს დანაშაული სუბიექტი, ჩვენ გვაქვს ვიდეო ჩანაწერი, სადაც თავად მირიან ქავთარაძე არის პირი, რომელიც იწყებს დაპირისპირებას, შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება პოლიციელი იყოს, შეიძლება არ იყოს პოლიციელი, თუ ის იწყებს დაპირისპირებას, ის არის პირველადი თავდამსხმელი და ყველა ადამიანს, ყველა იქ შეკრებილ ადამიანს თავისუფლად ჰქონდა მირიან ქავთარაძის მოგერიების უფლება და ასეც მოხდა. ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, ნუ ამ მუხლის შეცვლით მაინც ვერ გამომაქვს ვერაფერი და სასიკეთო მე ესე ვფიქრობ, არ ვიცი რას გადაწყვეტავენ ესენი, იმიტომ რომ რაღაცა გვეთამაშებიან, ძალიან ნერვებზე თამაშობენ, ფიქრობენ რომ ერთს გამოუშვებენ, სხვას დატოვებენ, რაღაცა ესეთი შახმატური საქვთ და ვერ მიხვდები ამათ აქციას, ისე რომ მე ამ წუთას არაფრის მოლოდინი არ მაქვს, სასიკეთო, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. რომ გითხრათ სიმართლე ველოდები თითქოს არა, მაგრამ მაინც არ ვიცი იმედის თვალით უყურებ ამას, რომ რადგან გადაუკვალიფიცირეს, ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს, შესაძლოა რომ აკმარონ ეს 9 თვე და ჩემი შვილიშვილი დაბრუნდეს სახლში და ისევ ჩადგეს ქვეყნის სამსახურში.